პარლამენტში წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულების საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა გაიმართა. ხდომაზე განსახილველი საკითხები იყო ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრეების დაპატიმრება, მისი ქონების მისაკუთრების მიზნით წამება და არაადამიანური მოპყრობა. უფლებების უხეში შეელახვის სხვა ფაქტები. კომისიის წევრების წინაშე გურამ თირქია, თამას ულაია, დავით ხანთარია და ბესარიონ ხმინთელიანი წარდგნენ. სამეგრელოში გუბერნატორი გიგი უგულავა იყო. მე ვიყავი მონადირეთა კავშირის უფროსი, ის გუბერნატორი. ხოდა ხანდისხან დადიოდა სათევზაო და ორჯერ მაგ შენახვედრი ელექტროდენით რო იჭერდა თევზს. ეს დაავიწყდა ეს დრაკონიერობა. ხოდა მიბარეს სამსახურში და მეუბნება მე ვიციო შენი დის შვილი ვინ არის? ვიცნობო შორიდა. უთხარიო რომ ახალი თავრობაში ახალი ვარსო მოსულები და დაგვეხმაროსო რითი მეთქი 5 მილიონი $100. უარი რომ მიიღო ანზორისგან დაემუქრა ღია. ყველაფერს წავართმევთო თქვენს ბიზნესს. ამის მერე მიბარებს ერთხელ დღეს ბატონი როლანდი ახალაი. თქვენი შვილი და მეუღლე დაჭერილი ყავსო, სასწრაფოდ ჩამოგზავდი. თაღლითი ხართო, იციოსა და ხარო. ვიცი მეთქი. პროკურატურაში ვარ მე. არა როლანდის ახალაიას რეზიდენციაში ხარ. თვითონ როლანდი მგითხარ? არა. ვიღაცა იყო ჩემი. ვინც დაგხვდათ? ხო, აი ეს ხუთი კაცი ხეცივი მისებს ჩააბარებო. ვის უნდა ჩავაბარო მეთქი მიწები? რა მიწებზე ლაპარაკი მეთქი? საჩიმატანინეთ მეთქი თანხა 40,000 ლარი მიწის გადასახადი თუ საკუთრება არ იყო მეთქი. არ დაიწყო ეხლა ლაპარაკი, თორემ 10 წელიანი ციხე მოგიწევსო ჯდომ. ყველა მიცოდა თითქმის სამეგრელოს როგორ წამართვეს, რანაირ აჩაღურად დამესხნენ თავს. მეუბნება ჩააბარეო გეუბნებიო. არამედ ბევრი ის იყო შემოტევა 1, 2, მესამე და მერე შემომითვალეს 10 წლიან იმას გამოუწყობთ. დაწერეო. გადავწერო მე. ვინ გეუბნებათ? პროკურორი როლანდის თანდასრებით. ვარი არც მინდა და არც არ გავიხსენებ ამით. ბატონი როლანდი ესწრებოდა ამ დროს? ყველაფერს ხედავდა ჩემს ნათქვამს. ოდა ეხლაც მუშაობდა რა. არ მინდა რომ პერიშვილი ეხლაც რომ მუშაობდა რა. ბატონო გურამ, თქვენ როლანდი ახალაია, ესე პირისპირ არ გინახავთ? არ მინახავ. ყოველთვის იყო თვალით გაკვირდებოდა. ყოველთვის მეუბნებოდნენ როლანდი ისმენს და ჩართავენ რაღაცას და დგევარ იმის წინ. იქით არაფერს არ ხედავ. თვითონ როლანდის ხმაც არ მოგისმენთ? არა, 5 წელი პირობითი მომწონს. ხოდა 5,000 მანეთი ჯარიმა. ეს პრესტიჟული ადგილი ვიღაცისთვის უნდოდა. მერე მითხრეს ადიშვილს მიეცი ნახევარი და ყველაფერს გაგიკეთებენ. სააკაშვილი დღეში 3 ფრინდებოდა ჩემს ტერიტორიაზე. ხოდა იცოდა რომ გართმევდნენ მიწას. როგორ არ იცოდა? აუხსნა იქ დაცვის უფროსმა, თავისი დაცვის უფროსმა. ეს კაცი არისო ნორმალური კაცი, სამეგრელოში ყურადღებას აქცევენ ამ კაცს. ხოდა მიწები წაართვესო, თქვენ არ გეცოდინებათო მაგიდა წაართვესო მიწები. და ციხეშიც აჯენენო. ხოდა რამე ხარ და რაც არ გეხებათ იმაში ნუ შედიხართ. ვინ იყო ეს დაცვის უფროსი? არ მახსოვს გვარი. გადახდიან თუ არა გირაოს კოალიცია ცვლილებებისთვის წევრები, რომლებმაც საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. ამ დროისთვის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო პროკურატურისთვის 3 პირის საქმეა გადაცემული. ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე. საგამოძიებო კომისიას მათთან შეკითხვები გახმაურებულ საქმეებზე ჰქონდა. გირაოს ახლა უკვე გადაიხადეს გივით არგამაძემ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.
კომისიასთან თანამშრომლობაზე და გირაოს თანხის გადახდაზე უარის თქმის გამო კი გოშის სასამართლო დარბაზში ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. მისი საქმე პროკურატურას მას შემდეგ გადაეცა, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მავს მორალური უწევრი თქმა დაუწყო სკოლისავლება თუ როგორ უნდა მოიხსნიან, იმიტომ რომ ხალხი ისიც იბრძვის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ზოგიერთ მათგანი მიდის უფრო მეტ ასე ვთქვათ რისკზე მათ შორის და მათ შორის პირდაპირ მიდის პოლიტიკურ ტყვეობაზე გამომდინარე და რომ არანაირად არ თანამშრომლობს რეჟიმთან, რაც შეეხება სხვა ადამიანებს, არც ისინი იქნებიან ნამდვილად დაცულები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც უფრო კონსოლიდაცია მოხდება დიქტატურის, მით უფრო მოსალოდნელია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწე აღარაფერს ვერ მოიხდა. ყველაზე დიდებული ადამიანი და რაღაც პოლიტიკურ მოღვაწეზე გახდება რეპრესიების მშობელი, ამიტომაც ამ რესურსული სასჯელის გადახდის თუ გადაუხდელობის მიუხედავად შეიძლება ეს ადამიანები აღმოჩნდნენ პატიმრობაში. ხაზარზე იყო პირველი პოლიტიკური ლიდერი, ვინც დაიბარეს ამ კომისიაზე და ვინც უარი განაცხადა ძალიან გააზრებულად აქ ამ კომისიაზე მისვლაზე, რითაც მან რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი თავისუფლება დაუფიქრებლად, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში არც ერთ ფორმატში, არც ხაზარაძე და არც ერთი სხვა წარმოადგენელი ჩვენი ძალისა არ აპირებდა ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას და არც ახალაფრებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას. რაც შეეხება გირაოს, გირავარი ტექნიკური რამ, ეს არის აღკვეთი ღონისძიების ფორმა, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ გააჩნია საქმის წარმოების პროცესთან, ამით საქმე არ შემწყდარა 4 დღეში აქვს სასამართლო საქმე, რომელსაც შეიძლება რომ მას მიუსაჯოს პატიმრობა. გირაოს გადახდაც დაახლოებით ჩვენი აზრით არის ყველა პოლიტიკოსის მიერ ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება. ახლა მათ ყველა პოლიტიკურ ბრძოლას აქვს თავისი ასე ვთქვათ ფორმა, თუ ვინმე ჩათვლის რომ მათი ბრძოლა უფრო ეფექტურია იმ პირობებში, როდესაც ხედავთ კარგად ოქრუაშვილის მაგალითს, რომ ოცნება უკან არიხებს და ამ შემთხვევაში ბოლომდე ასრულებს კანონის მოვალეობას და პირდაპირ აღუკვეთავს თავისუფლებას კონკრეტულ პოლიტიკოსს და თუ ის პოლიტიკოსი თulis რომ ციხიდან უფრო მეტად გაუწევს წინააღმდეგობას ოცნების რეჟიმს და უფრო ეფექტური იქნება მისი ბრძოლა, ეს არის მათი გადასაწყვეტი. რაც შეეხება ოქრუაშვილის თემას, ითქვა რომ გადასახდელი ქონდა, რომელიც სასამართლომ ასე გადაწყვიტა პირველ ინსტანციაზე, არ გადაიხადეს შესაბამისად არის იქ, სადაც უნდა იყოს. რაც შეეხება დანარჩენ აი ამ სულით ბრძოლებს, გვარამიებს, კიდევ ვინ არის მელიებს და ასე შემდეგ. ჩვენ გვახსოვს მათი ასე ვთქვათ მუქარები, რომ არ გადავიხდით. ჩვენ გადაიხადეს და ჩვენურად გარეთ დარბოდნენ. არ შემოვალთ პარლამენტში, ძლივს გავაგდეთ აქიდან 20-20-ის მოწვევისთვის, ასე რომ მათი სიტყვა ფუჭია. ეთყობა ვიღაცას თავის მიმდევარს ამოარჩევენ, იმას გადაახტევინებენ და ითქვა რომ აი მე კი არ გადავიხადე, მათმა გადაიხადეს. სინამდვილეში თითოეულმა მათგანმა იცის, რომ მოუწევს გადახდა, მას თუ მესამე პირის რა მნიშვნელობა აქვს, მაინც მოუწევს გადახდა, იმიტომ რომ არიან ჩვეულებრივი მშიშნები. ადამიანები ცდილობენ რომ ერთი მხრივ რეპუტაცია შეეულახოს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტს, ხოლო მეორე მხრივ ცდილობენ რომ პოლიტიკას შეეფარონ და საბურველში გახოვებულმა სადონ რომ თავიანთი მათ შორის ქმედებები, რომელსაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება, შეეფარონ და შემდეგ ამით პასუხისმგებლობას გაიქცნენ. ეს არაერთხელ გაუკეთებიათ წარსულშიც და იგივეს აგრძელებენ, მაგრამ ყველამ კარგად დაიმახსოვროს რომ კანონია, კანონია კაცრია, მაგრამ კანონია და ის შესრულება სავალდებულა ნებისმიერი ადამიანისათვის და არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანები რამდენჯერ გამოჩნდებიან ტელეეთერებში კოლექტიური ნაცმოძრაობის არხებზე. თავარი არის რომ მათ უნდა დაიცვან კანონი. ოპოზიცია ხელისუფლებას მეგობარი აქტის საპასუხო განცხადების მიღების გამო აკრიტიკებს. საქართველოს პარლამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული მეგობარი აქტის პასუხად 11 გვერდისგან შემდგარი განცხადების პროექტი 87 ხმით ერთხმა დაამტკიცა. პარლამენტი ცრუ ბრალდება დაფასებს იმ სამ ძირითად საკითხს, რომელსაც მეგობარი აქტი ეფუძნება. მათ შორისაა დემოკრატიის უკუსვლა, ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა და არასათანადო კავშირების დამყარება რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან. ქართული ოცნების შეფასებით პარლამენტი ვალდებულია კონგრესში გაჟღერებულ ბრალდებებს ფაქტებით არგუმენტირებული პასუხი გასცეს. კენჭისყრას და პარლამენტის ოფიციალურ პასუხს მწვავე რეაქციები მოჰყვა ოპოზიციაში. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს პარლამენტი ამერიკის წინააღმდეგ მტრული შინაარსის დადგენილებას იღებს. და კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რომ ქართული ოცნება რეალურად რუსეთიდან არის მართული.
რეალურ გავლენა რა თქმა უნდა შეუძლებელი ქონდეს ნებისმიერ დოკუმენტს ან ნებისმიერ განწყობას, რომელიც მიიღება ილოცულებული ივანიშვილის ბანდის წევრების მიერ, თუ თავად განწყობებს ამ ქვეყანაში იღებს ივანიშვილი, რომელიც ანგარიშვალდებული და დაკავშირებული არის რუსულ უშიშროებასთან, ამიტომ ეს ნებისმიერი მსგავსი დოკუმენტი, ნებისმიერი მსგავსი განცხადება უნდა იქნას ახმული ზოგადად რუსულ კონტექსტში, ხო? ანუ რა პოზიცია აქვს ამ რეგიონში რუსეთს, რა პოზიცია აქვს ამ რეგიონში და ამ ქვეყანაში კონკრეტულად კრემლს და რას უპირისპირებს ის ამერიკის ძალიან მნიშვნელოვან საფრთხე პოლიტიკას, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. მეგობარი აქტი ერთის მხრივ არის ძიმე კრიტიკა, მაგრამ მეორეს მხრივ არის ახალი შესაძლებლობების გახსნა ქართული სახელმწიფოსათვის. ეხლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის არა რაღაც კრიტიკული გზავნილების გაცვლა ერთმანეთთან, შეძახილები და რაღაც ზოგიერთი დეპუტატის სრულად არასათანადო გამოსვლები, არამედ მნიშვნელოვანია, რომ იმ პრობლემებზე მოხდეს ფოკუსირება, რის გამოც მოხდა ასეთი ფუნდამენტური რღვევა ჩვენსა და დასავლურ სამყაროს შორის. ეს არის სრული დემაგოგია და პროპაგანდა. ხა ჩვენ ეგრე ამ დოკუმენტში წერია, რომ თურმე ამ ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომ თურმე ამ ქვეყანაში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პროპაგანდის ნაწილი. ასე, ოცნებას რომ ვკითხოთ, ეკონომიკური აღმავლობაც გვაქვს ერთის მხრივ, ციფრებით და მანიპულირებული სტატისტიკით. რა მნიშვნელობა აქვს რუსეთთან, ასე ვთქვათ, ოფიციალურ ურთიერთობას, როდესაც არაოფიციალურადაც ბევრად მეტად შეგიძლია გააზიანოს შემოქმედებას ინტერესებებს სამწუხაროდ ოცნება აკეთებს. აქტი, რომელიც მიიღეს მეგობრული დაარქვეს. სინამდვილეში ეს არის მავნებლური აქტი, მტრული აქტი საქართველოს წინააღმდეგ, სადაც მოხმობილია არაერთი ყურით მოთხრეული რაღაც სიგიჟეები. ჩვენ ყო ვიცით ახლა ვილსონ ვინც არის ავტორი, ეს არის ანუ იგივე გონჩარენკო უკრაინელი რა, ჩვეულებრივად დაფინანსებული გარკვეული ლობისტური ჯგუფების მხრიდან და რასაც ეტყვიან და დაუკვეთავენ იმას წერთ, ჩვენ არავის გაუტარებთ. ეს არის საქართველოს, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ლეგიტიმურად არჩეული, უმრავლესობით არჩეული და ჩვენი ქვეყნის გაშევებას არავის გაუტარებთ. და ამიტომაც იყო ეს პასუხი, ჩვენ გონია რომ ამას რეაგირება წესით უნდა მოყვეს და შესაბამისად ნორმალიზება უნდა დაიწყოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, ეხლა ბურთი, ასე ვთქვათ, ამერიკის მხარესა. ამას აქვს ორი მნიშვნელობა. ერთი მიმდინარე პოლიტიკური და მეორე ისტორიული. ამ მიმდინარე პოლიტიკის პერიოდში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკასთან გადატვირთვის აუცილებლობაზე, ესეთი არაობიექტური და პირდაპირ მტრული და არამეგობრული აქტი არ უნდა იყოს ამ პოლიტიკის ხედის შემშლელი. და მეორე ზოგადად ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ შენი ქვეყნის სიმართლე იყოს დაცული. ამას მომავლისათვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ კუთხით ვამბობ ისტორიული მნიშვნელობაზე. მაშულებმა ავტოსაგზაო შემთხვევისას მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ხედარი იპოვეს. ერთი ძებნის ოპერაცია კი ამ დრომდე გრძელდება. განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აუხსენებს. სამშობლო ღონისძიებაში მეხანძრე მაშულებთან ერთად ჩართულები არიან მტკვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე მეხანძრე მაშულების მიერ დაიწყო ძებნაშვილის ღონისძიება. რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წმინდანი ერთი ადამიანის სუვნებლად ამოყვანა. ძებნაშვილის ოპერაციის დროს ასევე ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ხედრები, რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე. და ილება ამბეცაა, ხო ჩაძირული იყო თუცი. თვითონ ის ბავშვებიც შეგნით იყვნენ? შიგნით ყოფილა, როგორც გავი. ორი. მეორე უკარი ხოლია სული და ვეთქვა ამან ახლა ბახალი. ინარე მადა ისა და ესენი ალბათ მატრიალა და დაბლა გაუშვი. ერთ წაეძებენ ეს. ესენი ავტომობილში იშვენ უშუალოდ, ხო, იქვე იყავეს. კი, ეს ორი ახლა ვიცი. ამოიცნეს თუცი. უცხოეთ რეჟიმში მიდის ორი ადამიანი ამოიყვანეს ავტომობილიდან, ხო? ერთი რჩება მხოლოდ. და ძირითადად სად მიდის? აი ქვემოთ უფრო ჰესის ტერიტორიაზე სავარაუდოდ თუ სადაც აი ხო, ლოკაცია მაინც ეს აქედან დაწყებული პოლონური გუდის ვეღაჟი საძებო სამშობლო. საქართველოს პარლამენტმა მეგობარ აქტთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. განხილვა დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიმდინარეობდა. დოკუმენტში მოცემულია საქართველოს პარლამენტის შეფასებები და პასუხი მეგობარ აქტთან დაკავშირებით. მოხსენებელი შალვა პაპუაშვილი იყო.
საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსლის შესახებ ბრალდების მცდარობას უთხოვარად ადასტურებს კონკრეტული ფაქტები და ის საერთაშორისო რეიტინგები, რომელთა თანახმად საქართველოს 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესი განიცადა. კერძოდ, ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ მიღებული იქნა კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესატყვისება უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს და რომელმაც Deep State-ის მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩაანაცვლა. ორნახევარჯერ შემცირდა ციხეებში პატიმართა რაოდენობა, ხოლო 10-ჯერ მათი სიკვდილიანობა. აღიკვეთა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, რომელსაც Deep State-ის მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმი ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად იყენებდა. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის შესახებ ბრალდებების მცდარობას ასევე უთხოვარად ადასტურებს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულება. 2017 წელს სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვეყნის ხელისუფლების ამოცანად განსაზღვრა, რასაც იმ დროს პარლამენტში წარმოდგენილმა არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ხარი არ დაუჭირა. საქართველოს ყოველთვის გამოხატავდა სრულ მზადყოფნას ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, თუმცა ამის საპასუხოდ პარტნიორებისგან თავშეკავებულ პოზიციას იღებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელოვნურ დაბრკოლებებს ხელისუფლება კი არ უქმნიდა, არამედ პარტნიორი ქვეყნები. ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ შედეგს სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიაღწია. კერძოდ, 2014 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ხოლო მოგვიანებით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაწესდა. ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომის მიუხედავად, საქართველოს თავისი ხელისუფლების წყალობით ქართველი ხალხის თანადგომით 2023 წლის დეკემბერში მაინც მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა უსამართლო მიდგომა 2024 წლიდან ისევ განახლდა. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების ზღაპროფნის მიუხედავად ევროპულმა ბიუროკრატიამ საქართველოს ევროინტეგრაციას ხელოვნური დაბრკოლება შეუქმნა იმით, რომ ქვეყნის ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს საქართველოს ევროკავშირში გაწერილიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე უარი უთხრა. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს. 2012 წლის შემდეგ რუსეთში არც ერთი ქართველი პოლიტიკოსის ვიზიტი არ შემდგა. საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში რუსეთთან ვაჭრობის წილი 12%-ზე ნაკლებია. რუსეთის ფედერაციასთან საქართველოზე ბევრად მჭიდრო ურთიერთობები აქვს საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანას, აგრეთვე მოლდოვას, რომელიც DST-ს წევრად რჩება და რომლის პოლიტიკოსები რუსეთში ვიზიტებსაც არ ერიდებიან. საქართველოს პარლამენტი ყურადღებით აკვირდება პრეზიდენტ ტრამპის ოპტიმისტურ განცხადებებს ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია ამერიკის შეერთებული შტატების საყვედური საქართველოს მიმართ ჩინეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით. იგივე იქნება საქართველოსა და ირანის ურთიერთობებზე, რომლებიც სამწუხაროდ იმ დონესაც კი არ არის, როგორც ირანს რეგიონის სხვა ქვეყნებთან აქვს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ირანთან დაკავშირებით სპეკულაციების საბაბად იქცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასწრება ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელშიც რეგიონის ყველა სახელმწიფო უმაღლესი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ინაუგურაციას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მქონე სახელმწიფოებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი საქართველოსადმი Deep State-ის უხეში მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი. პარლამენტი ისე მთელი დანარჩენი ქართული ოცნება არის ისტერიკაში ახლა, იმიტომ რომ ისინი ხვდებიან თუ რამხელა ფასის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ იმ შემთხვევაში, როდესაც მეგობარი აქტი გავა ბოლოში. აგრეთვე მე მგონი ეს დეზილუზია მოხდა მათ თავებში და გაიაზრეს რომ მეგობარ აქტს მიიღებენ. საბოლოო ჯამში არავის არ აინტერესებს არც შეერთებულ შტატებს და არც საქართველოში კობახიძის წერილს რას დაამატებს არალეგიტიმური პარლამენტი, მარტო იმიტომ რომ ის არალეგიტიმურია. მიმარშია რომ ძალიან კარგია ამ განცხადებას თუ დადება და დააჩქარება სენატში მეგობარი აქტის მიღებას. არა ის კონგრესმენები შეიცვლიან მოსაზრებას, იტყვიან რომ ქართველი ხალხი უნდა დაიკიდონ ფეხებზე, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას უარი უნდა თქვან და უნდა გაყვნენ შალვა პაპუაშვილის პოლიტიკურ ნებას. ამას თქვია რა თქმა უნდა.
ეს იმდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს განცხადება, რასაც გააკეთე. მარაზმში არა. ეს კიდევ ერთხელ გვაუწყობს და გვაჩვენებს და ადასტურებს ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების უსუსურობას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ვერ დაალაგეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატებთან, რადგან ამის მოლოდინი მათ შექმნეს 20 იანვრიდან დაწყებული, უკვე მეოთხე თვე არის, ისინი ფაქტიურად ვერ ლაგდებიან ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან და ამ ყველაფრის შემდეგ მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ მეგობარი აქტის განხილვა არ განახდებოდა სენატში, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ სენატში განიხილეს და დიდი ალბათობით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოაწერს ამ აქტს ხელს. ოფიციალურად მიიღო კონგრესთან გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. ასაკურელია პარლამენტს ევალება თავის პოზიცია გამოხატოს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აი ამ ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტში იქნა გაშფერებული. პუნქტების მიხედვით რომ შევაჯამოთ, თავარი თემა კეთდება, თავარი აქცენტები კეთდება იმაზე, რომ თურმე საქართველო ჩართულია რაღაც ურთიერთობებში, შეუსაბამო ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებთან, შეუსაბამო ურთიერთობებში რუსეთთან, ჩინეთთან, საქართველოს. არასოდეს ნაბიჯი არ გადაუდგია რაიმე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩვენ ტერიტორიაზე რასაკვირველია. თუნდაც რეგიონში. არამედ პირიქით ყოველთვის სანდო დასაყრდენი პარტნიორი იყო მისი. რუსული საფრთხე და მისი აღქმა, პოლონური, უკრაინული და ქართული გამოცდილებების მიხედვით ამ სახელწოდების სტრატეგიული დიალოგის საჯარო სესია გაიმართა თბილისში. აქცენტი დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე გაკეთა. ამ კონტექსტში ევროკავშირის ელჩმა სასანქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა და სინანული გამოთქვა მოსალოდნელ შეზღუდვებთან დაკავშირებით. რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიიღო, საქართველოში მიღებული ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს. ეს არაერთხელ იყო ნათქვამი ევროპის საბჭოს, ჩვენი ყველა ლიდერის მიერ. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს, გთხოვთ ნუ გააკეთებთ ამას, გთხოვთ დაგვიახლოვდით და ნუ წახვალთ ჩვენგან შორს. სამწუხაროდ ჩვენი მოწოდებები სრულიად იგნორირებულია. უარესი კი არის ის, რომ ჩვენ რასაც ვხედავდით საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში ეს არის დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და სრული დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებიც ქუჩაში ხალხს ცემდნენ. სწორედ ამიტომ ევროკავშირი ცდილობს სანქციების დაწესებას ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. როგორც არაერთხელ აგიხსენით იმისთვის, რომ სანქციები შემოვიღოთ, ევროკავშირის დონეზე გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ ჩვენი წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ გადაწყვიტა სანქციების შემოღება და სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს ფიზიკური პირებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. ეს არის ერთმანეთის სტანდარტი. პაվել ხერჩინსკიმ ისღა დარჩენია, რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და შექმნას პოლიტიკური პარტია, რომელიც ყველაზე წინ დადგება იმ ბრძოლის ველზე, რომელიც გამოაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ. შეადარეთ ვითარება, რა ხდება საქართველოში, როგორ შორდები დემოკრატიას და თურმე სერია როგორ უახლოვდება დემოკრატიას, რომელსაც მილიარდობით დახმარება გამოუყო ევროკავშირმა. ეს არ არის განცხადება დიპლომატის, ეს არის მიკერძოებული ადამიანის განცხადება და მე ვფიქრობ, აბსოლუტურად უტიფარი იმ ნაწილში, როდესაც საქართველოს მიმართ ითხოვს სანქციებს. საქართველოს, რომელიც 20% ტერიტორია ოკუპირებულია, იმ ხალხის მიზეზით, რომელიც დღეს გვევლინება ჰელსინკის მოკავშირედ საქართველოში. ქვეყანას, რომელსაც ყველაზე მაღალი რეიტინგები აქვს, პრაქტიკულად ემუქრება სანქციებით. ამას არ ქვია დიპლომატია, ეს არის პოლიტიკურ ველზე გაჭრილი ჰელსინკი.